მოგესალმებით, გოგონებო. დღეს მოვედი თქვენთან გაშლით პარტნიორული ურთიერთობის კარმული გაკვეთილები არსებულ სიტუაციაში. რა გაკვეთილს ამუშავებს შენი სული უშუალოდ, ვინც აქ და ახლა ხარ მაგ კონკრეტულ მამაკაცთან მიმართებაში. რადგან შენ ამ ენერგიით დაიმოხტე, მაშინ სიგნიფიკაცია გავაკეთოთ. ორივე კლასიკურია. ახლა რა ხდება შენსა და შენს პარტნიორს შორის ურთიერთობაში? თქვენს ურთიერთობაში თქვენ შორის რა ხდება ახლა? მეტაროს უკუღმა არ უკითხულობ, ისევე როგორც ციგნი არ იკითხება უკუღმა, ესევე არ იკითხება ტაროც. სტაგნაცია, გაჩერებული სიტუაცია, უძრაობა, რაღაცა ეს უძრაობა გამოიწვია რაღაცა უცაბედმა, მოულოდნელმა, თქვენმა შეიძლება მკვახე ნათქვამა, აი დაუგეგმავმა ნათქვამა თქვენმა რაღაცა გამოიწვია ამ კაცის ამ ურთიერთობაში უძრაობა. დაუფიქრებელმა კი არა, აი უცბად რო იტყვი, დიდი კი მაგას ფიქრობ, ადამიანი ფიქრობ, გააკ თავში, მაგრამ არ ამბობ რა მაგ ყველაფერს რაღაცა სიტუაციას ელოდებით. აი ისე მოხდა რაღაცა ეს თქმა, თითქოს რომ თლად დაგეგმილი არ იყო თქვენი მხრიდან ეს ყველაფერი რომ გეთქვათ, ანუ გათვლილი ნათქვამი არა, რაღაცა ამისმა უმოქმედობამ აი უცაბედად აგანთოთ რო იტყვიან და გაგაბრაზად და თქვით. ეს ბიჭი არის აი ბალანსირებულ მდგომარეობაში. არც მოქმედებს. თითქოს როგორი რაღაცა, იცი, თითქოს მოქმედებს, მაგრამ არც მოქმედებს. აი ორჭოფობს რა, დავიწყო, არ დავიწყო, რამე გავაკეთო, არ გავაკეთო. შეიძლება ეხებოდეს სექსუალურ ურთიერთობასაც, სექსუალური მიმართულებით ურთიერთობასაც და ზოგადად ქმედებასაც. აი მაქსიმალურად ცდილობს ეგ რომ დაიცვას ბალანსი ამ ურთიერთობაში, არ გადავიდეს რაღაცა ბალანს, აი ეს ძალიან გაწონასწორებულია რა ამ თავის ქმედებებთან მიმართებაში. და შესაბამისად არაფერი ძვრა არა აქვს მოკლედ და აი ეს გაგიჟებთ, გაბრაზებთ. თქვენ ხართ შებოჭილ მდგომარეობაში, მარტო ფიქრი შეგიძლიათ, ანალიზი შეგიძლიათ გააკეთოთ, ვერაფერს ვერ მოქმედებთ. ახლა მაგის მაგერს თქვენ ხო არ მოქმედებთ პრინციპში და ეგრეც არის რა. ვერაფერს ვერ მოქმედებთ. ამას ელოდებით, რომ აი რაღაცა ამის მხრიდან უნდა იყოს ქმედება თქვენი თვალსაზრისით სამართლიანი. არ უნდა იმოქმედოს, რომ იყოს სამართლიანობა. თუ იცანით თქვენი თავი, ესე იგი გაშლა იქნება თქვენთვის. ამ ეტაპზე რა კარმულ გაკვეთილში ხარ შენ პარტნიორთან? სულის დონეზე, რაც აფერხებს თქვენი ურთიერთობის პროგრესს.
ამ ურთიერთობას საერთოდ რა პერსპექტივა აქვს? მაღალი ძალების თვალსაზრისით ამ ურთიერთობას საერთოდ რა პერსპექტივა აქვს? ამ სიტუაციაში კარმული სულის დონეზე ამ ეტაპზე არის გადასალახით შენი მხრიდან მტკივნეული ფიქრები, რაც გაქვს, ეს არის გაკვეთილი, რომელიც გულისხმობს შემდეგს. შენ ახლა ფიქრობ ამ ტკივილზე, ფიქრებით, თავში გტკივა, გააზრების დონეზე გტკივა და ფიქრობ, რომ ბრაზდები თან და ფიქრობ, რომ რა მოვუხერხო ამას, რატომ მტკივა, რისთვის, რამდენი რამე გამოვიარე და მგონი ყველაფერი უაზრობაა. ახლა შენი კარმული გაკვეთილი მდგომარეობს შემდეგში. შენ მიწიერი მდგომარეობა რაღაცა მატერიალური დაკარგე ადრე. რაღაცა მატერიალური დაკარგე ადრე და ამაზე ძალიან დიდხანს ფიქრობდი. შეიძლება იყოს წინა ურთიერთობაში, შეიძლება იყოს შენი მხრიდან მატერიალურის გაცემა წინა ურთიერთობაში, შენდებდი მეც წინა ურთიერთობაში მატერიალურად და შემდეგ ამას ნანობდი. შენი გაკვეთილი ამ შემთხვევაში მდგომარეობს იმაში, რომ გახდეს ნათელი, გამოაშკარაო შენს მენტალურ მდგომარეობაში, თუ რისთვის ხდებოდა ეს ყველაფერი, რაც შენთვის ამ ეტაპზე ბუნდოვნებით არის მოცული. რისთვის ხდება ეს ყველაფერი? მოდი ახლა ჩვენ ტაროს ვკითხოთ, რისთვის ხდება ეს ყველაფერი და გახვიდე იმ ეტაპზე, როდესაც გექნება გაცნობიერებული, რა თქმა უნდა, ჩვენი გაკვეთილები ყველა შემთხვევაში გადის გაცნობიერებისკენ, იმიტომ რომ ჩვენი ზრდა პირდაპირ პროპორციულია გაცნობიერებისა. მაგრამ ეს გაცნობიერება ყველაფრის გაცნობიერება არ ევალება, ხო? ყველას აქვს ინდივიდუალური, მაგრამ გაცნობიერება ევალება ყველა სულს აბსოლუტურად. ამ შემთხვევაში შენ რა გაქვს გასაცნობიერებელი, რა არის შენი ცნობიერების ერთი საფეხურით ასამაღლებელი მდგომარეობა, რა უნდა გააცნობიეროს ამ გოგო? საინტერესოა, რა უნდა გააცნობიეროს? შენ წარსულიდან უნდა ისწავლო ის, რომ აი აქ ეს ბიჭი საერთოდ პარტნიორი არის ჩვენი მასწავლებელი. შენ უნდა ისწავლო ის, რომ წარსულიდან რომ დაიცვა ბალანსი მატერიალურ მხარეს შორის. შენ უნდა ისწავლო მიღება გაცემის ბალანსის პრინციპი. იმიტომ აქ მენტალში მტკივნეული ფიქრები, რომ აქ შე როგორც ჩანს, ვიღაცას აქ მატერიალური მხარის დარდიც აქვს, გამიგე, პარტნიორში ხა აქაც ბევრი ხართ პარტნიორში. შენ უნდა ისწავლო წარსულიდან, ჩემო ძვირფასო ადამიანო, ჩერეს ამ საყვარელი მამაკაცით, მიუხედავად იმისა, რომ აი მამაკაცი დაუშვათ თუნდაც შენთან იყოს, არ დაარღვიო ბალანსი მატერიალურ დონეზე გაცემის პრინციპით. არ მისცე ფინანსური რესურსი ამ ადამიანს იმაზე მეტი, რასაც დაუშვათ, აი როგორი რაღაცა იცი,
მაქვს საყიდელი პირობითად ჩანთა და ჩემმა მამაკაცმა პირობითად ვამბობდა, ჩემთვის მაგ გადადებული და ჩანთისთვის და ამ მამაკაც რაღაცაში დაჭირდა და დაიწუწუნა ან გთხოვა, ან უბრალოდ თქვა და შენ ადექი და ეს ამას მიეცი, რომ გიყვარს ამის გამოსახატავად. ეს არის დანაშაული, აქ გეუბნებიან ამაზე. ეს არაერთხელ ხდება, როგორც აქ მაჩვენებენ, მინიმუმ 2-ჯერ და მაქსიმუმ 10-ჯერ. პირობითად ვამბობ. და აქ შენ ამას გასწავლის, ეს ვიღაცა შეიძლება ბანალურად მოეჩვენოს, მაგრამ შენ იმიტომ ტრიალებ ამ კრუგში, რომ შენ უნდა ისწავლო მიღება-გაცემის ბალანსის დამყარება, აქ უნდა გესწავლა წარსულიდან. შენ აქ გეუბნებიან, რომ შენ სტაბილურობა რომ მოიპოვო, რაზეც შენ ახლა აქ ნერვიულობ, აუცილებელია შენ რაღაცა გადადო იმის იქით, რასაც გთხოვენ. უშუალოდ ამ ურთიერთობაზეა საუბარი. რადგან შენ ყოველთვის გიმძიმს რეალობა, სადაც დადიხარ და ყოველთვის ფიქრობ, რომ გაქვს აფიქრალი, რომ ეხლა აი ხვალე დაუშვად, რა შემიძლია კიდე გავაკეთო, რომ აი რაღაცა მატერიალური მქონდეს. აი ეს გაქვს სასწავლი აქ და აქ გეუბნებიან, რომ აი ეს უნდა იმას ქნა, რა ქვია, ეს უნდა ისწავლო. იმიტომ ვარდები სულ ამ გაუგებარ სიტუაციაში და როდესაც შენ ამას გააცნობიერებ და სისრულეში მოიყვან, ხო? შენ უნდა განსაზღვრო პირობითად ეს და ეს უნდა კაცრად დააწესო შენი ცხოვრების რეჟიმში, აქ გეუბნებიან. ეს არის უშუალოდ ამ ეტაპზე შენი კარმული გაკვეთილი ამ ადამიანთან. რა გელოდება? მიუხედავად წარსული სირთულეებისა და მიუხედავად იმისა, რომ წარსულში ბევრი რამე გააკეთე და მაინც კი ცდილობ, რომ წინიარო ამ ურთიერთობაში და იმოქმედო, წარსულში ყურები და იმის საფუძველზე აკეთებ ანალიზს, მაგრამ აქ გეუბნებიან, რომ შენ აღარც გაქვს უკვე იმედი, რომ რაღაცა ბედნიერი ოჯახური თანაცხოვრება იქნება ამ ურთიერთობაში, მაგრამ იმიტომ რომ ამ ხნის განმავლობაში ბევრი გააკეთე და თითქოს ვერ აყვავდა მაინც ეს ყველაფერი, მაგრამ აქ გეუბნებიან, იქნება ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ შენ წარსულით ხარ აწმყოში, თუ შენ აი ამას გაითვალისწინებ.